რაღაცნაირად გულგრილი გავხდი. ერთადერთი, რასაც ვამჩნევ, კედელზე უშნო დატუზული 4 ჩარჩოა და ფერები შეჭუჭკული ჩარჩოს კუთხეში. მენატრება საყვარელი ქალაქის მტვერი, შავი მტვერი, მოუვლელი, სადა ქუჩების, ბრეკავ უცხოელ მეგობართან, რომლის ძარღვებშიც დაედინება უცნაურად ნარევი სისხლი, რომელიც კოსმოპოლიტია და ერთნაირად ენატრება ბონიც და ჩიკაგოც და ვუყვები, რომ ქალაქი, რომელიც მენატრება, ძალიან ძველია და ძალიან სახიერი, მაგრამ უცნაურად დაავადდა და ადამიანებს ვეღარ პატრონობს. ცრემლის ნაფეხური, ასე ჰქვია ირმა შიოლაშვილის ლექსების კრებულს, რომლის პრეზენტაცია საქართველოს მწერალთა კავშირში 1 ოქტომბერს შედგა. ირმა შიოლაშვილი პროფესიით ჟურნალისტია. 1995 წლიდან მწერალთა კავშირის წევრი გახლავთ. ცრემლის ნაფეხური მისი მესამე წიგნია. პირველი კრებული არარსებული სიტყვა ირმამ 10 წლის წინ გამოსცა. შემდეგ მისი ლექსები რუსულად ითარგმნა და გამოვიდა წიგნი მოლურჯო თაღი. აღსანიშნავია ისიც, რომ ირმა შიოლაშვილი 5 წელია გერმანიაში ცხოვრობს. დღეს ბონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტია და ომის შემდგომი დროის ქართული და გერმანული პოეზიის შედარების საკითხებზე მუშაობს. 2 წელია, რაც ირმა ბონის რადიოში ამზადებს ქართულ-გერმანულ გადაცემებს ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ. საღამოს ესწრებოდა რამდენიმე გერმანელი სტუმარიც, რომლებსაც ირმამ ქართული ენა გერმანიაში შეასწავლა. ამ შეხვედრის მთავარი ხიბლი მაინც ის იყო, რომ იქ მყოფთა შორის მთავარი საურთიერთობო ენა ირმა შიოლაშვილის პოეზია გახლდათ. რაღაც 7 წლის წინ გამომცემლობა მერანმა დამიძახა და მითხრა, რომ ახალგაზრდა ავტორების წიგნები უნდა შეეტანათ გეგმაში და იმ წლისთვის უნდათ ჩემი წიგნის გამოცემა. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ფინანსური პრობლემების გამო, რატომღაც წლების მანძილზე წიგნი ვერ დაიბადა და შარშან იანვარ-თებერვალში გამოცემულა წიგნი და მე მოგეხსენებათ საზღვარგარეთ ვცხოვრობ და აზრზე არ ვიყავი, არ ვიცოდი თუ წიგნი დაბადებული იყო. მივედი გამომცემლობა მერანში, მინდოდა ამ დედნის გამოტანა რომ თავად გამომეცა და დამხვდა სიურპრიზად გამოცემული წიგნი. ეს იყო ძალიან დიდი მოულოდნელობა, სიხარული, ძალიან რთულია. თვითონ შემოქმედისთვის მე ხა ჩემი თავიდან გამოვალ თავისთავად, რომ უცხოეთში იცხოვრო და ქართული სიტყვა ისე ძარღვიანად შეინარჩუნო. მე ძალიან დიდი ბრძოლა მიწევს საკუთარ თავთან და მქონდა ისეთი დეპრესიული მომენტებიც, რომ აი გერმანულმა სიტყვამ, გერმანულმა გარემომ არ ჩამიკლას ჩემთვის ის ყველაზე სათუთი და ძვირფასი, რაც კი გამაჩნია. მაგრამ ჯერჯერობით ვუძლებ. გემუდარები, გამიღე კარი. სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა, მე მოგიტანი ახლა პეშვებით. გემუდარები, კარი გამიღე. ასე ადვილად ვერ შევეშვები დაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინს და რწმენისა და იმედის ღილებს. ვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას. სისულელია ჯიუტი ღობე, ყინულოვანი, თეთრი თითებით. მე თუმცა მთვარის სატრფოდ ვითვლები, მაინც მთავარი დავტოვე შენთან. უბავშურესი სულის მითები და მოყვავილე სინათლე ფერთა და ახლა სიტყვა მომაქვს პეშვებით, რომლითაც უნდა გადავარჩინო შენ სულში თითქმის გახუნებული ჩემი თითების ანაბეჭდები. სავსე ვარ შენი დიდი სურვილით და სურვილს იქეთ არ ვიხედები. გემუდარები, კარი გამიღე. ირმა შიოლაშვილის ლექსები თარგმნილია გერმანულ ენაზე. ბონის უნივერსიტეტში რამდენჯერმე გაიმართა ირმას პოეზიის საღამო, სადაც მისი რუსულ და გერმანულ ენებზე თარგმნილი ლექსები წაიკითხეს. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე გაიცნო ირმამ თავისი მომავალი მეუღლე იოახიმ ბრიცე, რომელიც სლავური ენების სპეციალისტი გახლავთ. გერმანიაში არაერთმა ქართველმა გოგონამ შექმნა ოჯახი და საბედნიეროდ ირმა ერთ-ერთია იმ ქართველთა შორის, რომლებიც უცხოეთში თავიანთ მეუღლეებთან ერთად ქართული კულტურის მასშტაბურ პროპაგანდას ეწევიან. თუმცა ქართულ პოეზიას მთავარი შემფასებელი და დამფასებელი მაინც აქ ყავს და მწერალთა კავშირში გამართული საღამოც ამის დასტური იყო.